მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენი სტუმარია თემურ ცამციშვილი, ჩვენი თემაა საბანკო ოლიგარქია, ჩვენი არხია აბრეშუმის გზა, გამოგვიწერეთ, გააქტიურეთ ზარისღილაკი, ყველა სიახლეს მიიღებთ უსწრაფესად, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრები, თქვენი პოზიციები გაგვიზიაროთ, მათ შორის ამ თემაზე, რომელიც ეხება ბანკებს, სესხებს, დარწმუნებული ვარ, ვინც გვიყურებს, ყველას აქვს ფაქტობრივად სესხი, ან რაიმე ლომბარდში, ან მიკროსაფინანსოში რაიმე ვალი, ამიტომ თქვენი კომენტარი, თქვენი მოსაზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ ახართ? არა მიშავს, თავად. მე ძალიან კარგად ვარ, მაგრამ მაწუხებს ბანკის პროცენტები და Facebook-ზე შენი ისა პოლი როცა გამოგკითხო ხო? რა შედეგი რა იყო? მე პირველს, ანუ მე მგონი მან გაიმარჯვა, ხო, სესხებმა ხო და პროცენტები. კი და იქ იყო რამდენიმე ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა რომ არც ბანკის სესხი მაგ არც ლომბარდიო და მე კომენტარებს წერდნენ რომ ეძებდნენ იმ 18 ადამიანს რა აქვს არაფერი. ეგეც რა ძალიან კაი. არ ნიშნავს ეგ არ გატყופნას. რომერი სწორ ეკონომიკაში და განვითარებული ქვეყანაში, აი იშვიათად ეგეთია. და ვალი რა ბედნიერი იყო ის 18 კეთილი ვალი. ო ეგაა. ანუ არაფერს არ აკეთებს, არაფერი არ აქვს. სავარაუდოდ ვაგნარის. არ არის სასაცილო თემა. მოდი ნელა სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს და იცი რა მინდა, რაზე მინდა რომ დისკუსია გავმართოთ? ანუ ბიზნეს გვახსოვს ხო უფასო ფულის შემქმნელებისგან სადამდე მოვედით, ანუ უფასო ფული, უპროცენტო სესხები, ყველას გექნებათ 2%-ში ან საერთოდ უპროცენტო სესხები, ეს წინადადება და წყობა, რომელსაც იძახოდა ობაჩორს 2012 წელს ბიზნესმენში, ყველას აი ყურში და მეხსიერებას ჩარჩა. უფასო ფული, უპროცენტო სესხები და საერთოდ არ გადაიხდით არაფერს, აი ფულს ალში მოგიტანთ და მოიხმარეთ ბიზნესები გამართ. და დღეს რა რეალობა გვაქვს რა და მოდი მე რამდენიმე რაღაც სტატისტიკას, პატარა სტატისტიკას მოგიყვანა, რაზეც შეგვიძლია რომ დისკუსია გავმართოთ რა. აი 3 მილიარდ 100 მილიონი ლარი ახლა 2024 წლის ბანკების წმინდა მოგებას კითხულობ რა, 3 მილიარდ 100 მილიონი ლარი. მოიგო ბანკებმა წმინდა მოგება მიიღეს 2024 წელს. და 4 ბანკზე გვაქვს საუბარი, რომელიც ოპერირებს ახლა. ნუ 90% ეგ არის ხო? ეხლა შენ ამეთქე, ბევრია ეს თან ხა, როგორ ფიქრობ? თან. ნუ ახლა ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკის რა ეკონომიკაც აგვაქვს, სიდიდეს თუ ავიღებ, ძალიან დიდი არის, რა თქმა უნდა. და ავიღოთ სხვა ყველაზე მსხვილი ბიზნესები და შეადარე იმათ მოგებას. ამათი მოგება. ხო, ვერ შეადარებ, ხო? მაგრამ ისე ხო შეიძლება 3 მილიარდ ასე, ეხლა ბანკები არიან მოიგეს რა შევადაროთ? აი არა, შედარებითია. რავი, ნებისმიერ ყველაზე მსხვილ ბიზნესს, აი ექსპორტი იქნება, იმპორტი იქნება, აი რკინიგზა ავიღოთ. ხო, მოგება, ანუ ესენი ბევრად. ხო, სად რა მოგება, რკინიგზას მოგება როდის ნახე. ხო, ყველაზე, ხო, ჩვენ რა გადაცემაშიც ავარ ეხლა და რაც იდეებიც გვიტირალებს თავში, რკინიგზა თავარი როლი ფუნქცია აქვს, ხო? ამ ამბავში და წესით რკინიგზა სახელმწიფო კომპანია ყველაზე დიდი, ყველაზე ერთ-ერთი მსხვილი მომგებიანი ის უნდა იყოს, მაგრამ როგორც ვიცით, რკინიგზა მოგებაზე რა ვიცი ბოლოს როდის გადაარჩა. კაი, ნახე რა მინდა რომ გითხრა, იცი 3 მილიარდ 100 მილიონი ლარი ხო მოიგეს და აი ჩვენი ოპონენტები ბჭყალებში რა და აი მოკრიტიკე ხალხი ხო არის ხოლმე რომ აი რაც მოვარ წინა ხელისუფლების დროს რა არისო ბანკები რა მაშინა უარესი არდებოდა და ამ დროს ის აი კერ ჩაიხედავენ ანუ იმაში ციფრი ანუ რამდენი იყო შენი აზრით რამდენი იყო 2012 წელს ბანკების წმინდა მოგება აი ნახე ალბათ ამის მე-13 სავარაუდოდ და მე-4-ით ხო ძალიან ოპტიმისტურად და უფრო დაბალი იყო ხო აი გეტყვია 2012 წელს ბანკების წმინდა მოგება იყო 134 მილიონი ლარი. ნახე? აი შედარება 134 მილიონი ლარი ბანკების წმინდა მოგება არის 3 მილიარდ 100 მილიონი. ანუ წარმოიდგინე რა, ლამის ვაუბრობთ 25 ჯერ გაზრდილ მოგებაზე, მაგრამ ნახე ეს ხო ნორმალური იქნებოდა იმ პირობებში თუ 25 ჯერ გაიზარდა ეკონომიკა და რა ხელფასები მოიმატა 25 ჯერ. 2012 წელს მესმის მე ახლა არც ეკონომიკა არ იყო ამ ხელამოცულობის თქვათ, მაგრამ აქვს სხვა ფაქტორებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ რეალურად ბაზარზე უნდა ვისაუბროთ და ამ 4 მსხვილ ბანკზე და ზოგადად იაფი ფული რო ახსენე, ხა ბიზნეს იაფი ფული რო ახსენე, რეალურად ეკონომიკურად რო შევხედოთ, რას ნიშნავს ეს იაფი და უპროცენტო ფული ნიშნავს საბაზრო კონკურენციის შედეგად მიღებულ ფასს. როცა ბაზარზე ოპერირება არის თავისუფალი. მაგალითად, ნებისმიერ მსხვილ ფინანსურ ინვესტორს რო შეეძლოს ახლა აქ შემოსვლა და ამას რეალურად საბანკო ოლიგარქიაზე მეტად კრონიკ კაპიტალიზმი ქვია და არა მარტო საბანკო სექტორზე არ ვრცელდება ეს შენ ხშირად გისაუბრე აქ ფარმაციაზე საწვავზე იგივე პრობლემები ყველა მიმართ ხო
ანუ მონოპოლიზირებული არის, ოღონდ კრონიკაპიტალიზმია სახელმწიფოსთან ერთად არის მონოპოლიზირებული და არა საბაზრო ეკონომიკის და კონკურენციის პირობებში კი არ ჩაძირა ვიღაცა ბიზნესმენმა მისი იაფი პროდუქტით ვიღაცა. პირიქით სახელმწიფოსთან დაждდნენ ვიღაცა ტიპები, თქვენ რაღაცა მინიმუმი დააწესეს, რომ ფული, ეროვნული ბანკზეც მოგვიწევს საუბარი ყველა ვარიანტში მოგვიწევს და ესაა რომ აი საბაზრო ეკონომიკა რეალურად არ მუშაობს, ამას არ ქვია საბაზრო ეკონომიკა, ამას ქვია კრონიკაპიტალიზმი და რაღაცა მინიმუმზე არიან შეთანხმებული, მე ამას უნდა დაწევენ და რეალურად ჩვენ გვიძვირდება ფული. თან მაგალითად ბიზნესა რასაც ამბობდა, ეგ რეალურად არის, რა ვიცი, თავისუფალ ბაზარზე კი ძალიან იაფი უნდა იყოს ესეთ. მაგარი რაღაც უნდა გითხრა რა. აი ნახეთ, მოგიყვებიდათ, მე შენ შეაფასე რა. 2012 წელს ხო 134 მილიონი ლარი იყო ბანკების წმინდა მოგება. 2013 წელს იყო 399 მილიონი, მერე 474 მილიონი, მერე 527 წმინდა მოგებაზე ლაპარაკი. მერე 915 და 2 მილიარდზე ავიდა 2021 წელს, მერე 2 მილიარდ 700.000 რა და 3 მილიარდ 100 მილიონი. ანუ 1 მილიარდიდან ერთ წელიწადში პირდაპირ 2 მილიარდი. რას ლაპარაკი? ხო, არა, ანუ ეკონომიკა ესე არ მუშაობს. ხო და არა, ნახე, მაგას ვამბობ რა, ეხლა ვიღაცები ამბობენ ხოლმე, რომ აუ მოდი რა ძმაო, ეხლა ბანკების გაკრიტიკება, იცი რა, სწორი არ არის ბანკების და ბანკებზე მოიცა კაცო ბოდიში. ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს რა, 25-ჯერ რო გაიზარდა 2012 წლის შემდეგ ბანკების წმინდა მოგება. 25-ჯერ არ მინდა 2.5-ჯერ რა გაგვეზარდა ძმაო. შემოსავალი არ უნდა გაგვწოდო და ორჯერ. არა, მე მაგას ვამბობ, ანუ ეგ ეკონომიკის ზრდა, ან ბანკებს ახლა კონკრეტულად შეიძლება კი არ ლანძღავთ და ქვებს კი არ ვისვრით. მე მესმის არა, მე მესმის ქვეყნის ეკონომიკურ ეხა ამ წუთში ეკონომიკაში რამხელა როლს თამაშობს ამ ფინანსურ სექტორში რაც ეს ბანკები. ამას აქ არავინ არ დაავს, აქ საუბარი გვაქვს რა იქნებოდა თუ თქვა ეს ბანკები თავისუფალ კონკურენციაში შევიდოდნენ სხვასაც რო კონდეს რა ამ მიმართულებით ინვესტიციის შემოტანის საშუალება და იქნება ვიღაცას უნდა რომ ფინანსური ინტერესი აქ ამ ქვეყანაში და თუ შეიძლება ეგეთი ბანკი გააგდებდნენ ხო და მაგას ვამბობ არ უშვებენ ხელი შემოყავით ეგრე ჰოპ წაგაჭირდა აი ეგაა პრობლემა მან და მიტყვა ეგ ციფრები აქ როგორ შეიძლება ერთ წელიწადში ეკონომიკა ან მოგება 1 მილიარდიდან პირდაპირ 2 მილიარდი გახდეს რამხელა ციფრია ჩვენი ეკონომიკისთვის ხო და 3 მილიარდი ისე მოდი რა კიდე მე ხო იცი მიყვარს ეს რაღაცა დათვლები და დღეში რა რამდენი მოგებაა მე და შენ რო საუბრობთ ეხლა რა მაგალითად ეხლა ამ წუთას გაყო იმაზე ხო ამ წუთას 360 ხო რამდენ დღეში წმინდა მოგებაზეა ლაპარაკი რა აი ყველაფერი გავისტუმრე და წმინდა მოგება რამდენი შეიძლება ქონდეს ბანკს საქართველოში აი ყოველდღიურად შაბათი კვირა აღდგომა ახალი წელი შობა ყველაფერი რო იმ დღეებში კი არა ჩავთვალოთ იმ დღეებშიც კი აი დასვენების დღესაც კი რამდენი შეიძლება იყოს მაგათი რა გავყოთ რა უნდა 360 გავყოთ ბოლო ისა აი დღეში აი ამ წუთას ახლა მე და შენ რო საუბრობთ დღის ბოლოს 8.250.000 ლარ მოგებას დაწერენ ბანკები. აი დღეს რა ეხა არაფერი. მე აი კიდევ ვამბობ აღდგომის დღეა და დასვენება ყველაფერი ყველა ისვენებს. ეგენი მაინც 8.250.000 ლარს გამოიმუშავებს. ახალი წელი შობა 8 მილიონი წმინდა მოგება ყოველდღიურად და ეს 8 მილიონი საიდან ჩემი შენი ჩვენი ფულია ხო აგერ ლენეს ჯიბიდან მიდის აგერ სეცხებს იღდის ქვეყანას ესხია გამოგზავნილი ემიგრანტების ფულია ყოველდღე რა ვიცი ვიღაცა მიდის ამ ქვეყნიდან ხო აეროპორტში ვარ კვირაში 4 დღე მე პირადად ქუთაისის აეროპორტში წუხს ახლა აგერ ლენე ხმა არ ვიცი არ შემოდის წუხს რომ ყოველ მეორე დღეს ურეკავენ ან ბანკი ერთი დღე რომ გადააცილებს მე რაღაცა პროცენტს ახდევინებენ და ამ შემდეგ მაგაზეც მინდა რომ ვისაუბრო რა რომ ანუ ამას ახლა პოლიტიკური მდგენელიც აქვს ეხლა აი ავიღოთ თქვათ ისე კაი რაღაცა ამხელა ფული ბიზნეს რატო არ ეშინი ამ ფულის თქვათ ხო დღეს ჩვენი სტუმარი ბიზნესა და რუხაძია არაკოს გილაური თურნავა ვიღაცები არაკოს მაგრამ ნუ ეს ორი კაცი ბანკთან პირდაპირ კავშირშია და სწორსაო პოლიტიკური მდგენელი კი არა მე ერთი რაღაცა ვიკითხოთ დღეს ხელისუფლებაში წარმოდგენილი არის მაგალითად ვიზა ხელისუფლებაში ბიზნესა წარმოდგენთ ქართულ ბანკით სხვათა შორის წელს 36 მილიონი ლარი კი ქონდა მოგება. ვითომ არაფერი, მაგრამ 36 მილიონი ლარი ბიზნესამაც მოიგო რა. იქ პირდაპირაც მოიგო თვითონ. ცალკე კიდე საქართველოს ბანკიდან და TBC-დან და იმიდან რა წილი აქვს და როგორ და რანაირად ეგ კიდე ცალკე ამბავია, მაგრამ აი ბიზნესა მოიგო 36 მილიონი ლარი. იცი რა არის? მე მაგალითად სულ ესეთ რაღაცას ვფიქრობ ხოლმე რა. დღეს აი ბაზარზე, ჭყალებში ბაზარზე ოპოზიციურ სპექტრში რა. ანუ ვინ არიან ხელისუფლებაში, ან რიგ შემთხვევაში ვის უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. პირდაპირ დაკავშირებულები არიან ბანკებთან. ეხლა არ ვიცი ალბათ მაყურებელი რომ მიყურებს, უცებ აღიქონს. აი პირველი ერთი აგერ ლიბერტი ბანკი და ქართულ ბანკი მთავრობაში ყავს. ხო მთავრობაშია.
გილაური ვიცით რომ საქართველოს ბანკი რაღაც კონკრეტული ინტერესები ქონდა პოლიტიკაში. ეხლა არ ვიცი ამაზე ცალკე პოდკასტი ალბათ საჭირო იმისთვის რომ გავიგოთ რაღაცა ჭონია ისაუბროს ყველა ვარ. ხო, მიხდი არა და იმ ოპოზიციურმა პარტიებმა რა ეხლა საქართველოს ბანკი რო აფინანსებს რაღაცას. ანუ კითხვები არის რა და ეხლა ბავშვები ხო არა ვართ. გავიგე რომ მე და შეიძლება არ ვლაპარაკობთ ამ წუთას რაღაცის გამო, იმის გამო რომ რაღაცა მართლა ოპოზიციონად განწყობილი ადამიანები არიან მებრძოლი გავიგე. რაღაცა ხო. აგერლე ისა TBC ბანკის პარტიაც ხო პირობითად ვამბობ. მისი პარტია რა ეხლა ხო არის ეს ინტერესები. სამაგეროთ ნახე ახლა თავარ პრობლემას ჩვენი პრობლემა რა იქნება ახლა რაზეც ვუბრობთ სად შეიძლება ჩვენი თავი დავინახოთ. ეს კოცობა რაღაცა მეცნიერული სხვა რა ტერმინი ხო არა და ენციკლოპედიაში ხო არ წერია რას ნიშნავს. კოცობა არის რაღაც კონკრეტული მოცემულობაა რა რაღაც შეხედულებებია. კი ზუსტად. უნდა დააბრალოს შენ ქვეყანას ომი. მტერი უნდა იყოს დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც გელაც გიხურავს და რა ვიცი თუ რამე ამ ქვეყანაში გადარჩენილ 70 წელიწადში მათ დასავლურება ეს ლანძღო და რაღაც სიბინელია ხო ეს გიხურავთ გიკეთებ ხო თანხას გარჯავ $9 მილიონ გამოყო მაგაზე ღელათი რა დღეშია მაგაზე მართლა ცალკე არ კიდე სალაბარაკო მაგრამ სხვა რამეს ვამბობ ნახე ამომრჩეველს ხო ამომრჩეველს არსებობს ამომრჩეველი რომელმაც შენ არ მოგცა იმ ხმა ხოცებს იმიტომ მიცახმა რომ შენ არ მოგცა ხო კი ხოცებს მიცა იმიტომ ხმა რომ შენ არ მოგცა იმიტომ რომ შენთანაც ვიღაცა ქოცინა ხარ რა კი bis დამახოდა მაგას ვიძახი ნახე ჩვენ მაგას ვიძახი ზუსტად თუ ესენი არიან საბანკო ოლიგარქიაზე ვლაპარაკობ და ბიძინა და რუხაძე მაშინ რითი განსხვავდება საქართველოს ბანკი მოიცა კაცო საქართველოს ბანკმა რომ მილიარდ ნახევარი ნახა მოგება ბიჭო ეხლა წარმოგიდგენია ეს ხო ბიძინას პოლიტიკის შედეგია თურნავას და ამათი დაალაგებული სქემა კაცო იმაშია TBC ხო ნახაც მაო ხო დიდი მოგება ნახა რა მათ შორის ანუ ეს ხალხის რაღაცა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან იცი რა არ გულდა საწყვეტი პირდაპირ გეტყვი რა ჩემნაირი შენნაირი პირდაპირ გეუბნები წესიერი ადამიანები რომლებიც პოლიტიკაში ვართ და აი სად არის აბა ჩვენს ირგვლივ არის რამე ბანკი ანუ ჩვენს გარდა მოდი მეცაც გეტყვი არ არსებობს პოლიტიკოსთა ჯგუფი აი მართლა ან პოლიტიკოსი რომელიც ეხა მე და შეხო საბანკო ოლიგარქიაზე ვლაპარაკობ გავარჩევთ ყველა ბანკს ხმას ვერ ამოიღებენ კონკრეტულ ბანკებზე. რატო იცი? პირდაპირ დაკავშირებულები არიან ამ ბანკებთან. ხო და ესენიც ხო იმ თამაშის წესები თამაშობენ, რომელსაც ჩვენ ხო და წესიერი ხალხი ვიჭყლიდებით რა. ხო და აი მაგას ვინ ამორჩეველის ფსიქიკა ხო ესეა რაც არ უნდა ახლა რაც არ უნდა ვისაუბროთ. გაყალბება ვიცით ყველამ რაც მოხდა და ჩვენზე კარგად საზოგადოება მიცის, მაგრამ ალტერნატივა უნდა იყოს რადიკალურად განსხვავებული. რა არ შეიძლება ჩვეულებრივი ამორჩეველი შენში, ჩემში და იქ დაჩიბერაიაში ერთ და იგივე ტიპს ხედავდეს რა არ შეიძლება ფსიქოლოგია ეგ რაც არ უნდა იყოს შენთვისაც კომფორტი ხოა სულ შენ ხარ რა შენთან ურთიერთობა მაქვს სულ რა ვიცი ყველა მე მაგალითად იმერეთში თითქმის სად სოფელია და რაღაცა მამე მოხდა რა ყველგან ამყოფი ვარ კომფორტი ხოა ამორჩეველთან ლაპარაკის დროს რომ მართალი ხარ ხო რა თქმა უნდა აი ამაზე მეტი კომფორტი არ არსებობს და ასეთი რაღაცა გაბლარული რომელზეც მე ჩვენ არ ვისაუბრებთ და კიდევ ვიღაც არის არ ხო უნდა ვისაუბროთ გაბლარული რაღაცა ამბები ჩვენ შეგვიშლის ხელ სამომავლოდ და ქვეყანა შეუშლის და იქნება სულ ბიძინა იქნება კაცო და მნიშვნელობა თუ არ იქნება ალტერნატივა თუ არ იქნება და ბიძინასთან ვიღაცა უფრო მაღალი მოვა ამით რა მოხდა თუ ისევ საბანკო ოლიგარქია უნდა იყოს ქვეყანაში ან საქართველოს ბანკი უნდა მოვიდეთ ან TBC თუ უნდა მოვიდეთ მაგას ვამბობ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ რას გავაკეთებთ კონკრეტულად რა ისტორია და სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ ხო აი რას ვიზამთ არაფერი გამოსავალი არის ბაზარზე სახელმწიფო ჩაეხსნას ბაზარზე გახდეს თავისუფალი ოპერირება და ვისაც უნდა მივიდეთ მაგამ ქვეყნების პრემიებსაც ხო ანუ მაგას შენ რასაც ამბობდი შენ ანუ რასაც ამბობდი და რასაც ავითარებდი ანუ ლოგიკას იყო რა რომ ბიზნესი და თავისუფალი და სხვა საკუთარი კაპიტალის 30-40%-ზე აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ მოგებაზე გადიან ბანკები არანორმალურია წარმოუდგენელია ეგეთი ბიზნესი აი თუ კიდე მიმართოთ ახლა ბიზნესმენებს რომ ვინც გადიხართ საკუთარი კაპიტალის 30-40% მოგებაზე შემოგვეხმი აი გითხარით რომ ესეთი რო აი ესეთ წარმატებული ვარ მე ვიცი რომ მაგალითად ბიზნესი როცა თulis თავის მოგებას საკუთარი კაპიტალის 10%-ზე თუ გადიან მოგებაზე ითვლება წარმატებულ ბიზნესად წარმატებულ ხო არ ვწდები თუ დაწერეთ კომენტარებში მათ შორის YouTube-ზე აბრეშუმის გზა გამოგვიწერეთ ამასობაში და თქვენი პოზიციაც გითხარით. აბა გითხარით 30-40% რო აქვს საკუთარი კაპიტალის ეგეთი ბიზნესი. სხვა მე მაგალითად არ ვიცი და ესენი როგორ არიან ეგრე? ამის ყველას დიდი პრობლემა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა. ეს ფულის ადმიტის მე მოგება ხო აღა. მოგებას რო იზახი ჩვენ ყველა იმას ხო არ აბანდებენ ისევ ბიზნესში და რას იწევს ეს
სხვა სფეროში მონოპოლიზებას. მაგალითად, მშენებლობაში. ყველგან თუ რამე ბანკი არის ყველგან. აი მე ხო ახლა ფულის უნდა წავიდეს. ანუ ზოგადად არაჯანსაღი გარემოა და ეგა უკვე საბანკო ოლიგარქია და ეგა კრონიკ კაპიტალიზმის შედეგი მე როდესაც შენ ახლა 30 მილიარდი დაგშება წლის ბოლოს. ამ ფულს რაში ჩადებ? მშენებლობაში დებ, სხვადასხვა ნებისმიერ ყვებაში დებ. ყველაფერში დებ, ყველგან მე უკვე ჩვეულებრივი ბიზნესმენი, რომელსაც რაღაცა შეიძლება სტარტაპი ქონდეს, რომელსაც კარგი იდეები აწუხებდეს, უფულობის გამო და იმის გამო, რომ ვიღაცა მონსტრი არაჯანსაღი არაკონკურენციის პირობებში ყლაპავს ჭამს და ეგ არის რა გითხრა. ხო, ანუ ბანკის ფუნქცია რომ გაგვეხმაროს ადამიანს, დაეხმაროს კონკრეტული საქმის წარმოება. მაგალითად, ანუ ბანკის ფუნქცია ზოგადად ბანკი რატო არის? ხო, არა. დაეხმაროს ბიზნესის კეთება. ბიზნესი კი არ გახდეს თვითონ ბანკი. ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ყველაზე დიდი ჭანჭიკია, რომელმაც ეკონომიკური ურთიერთობები უნდა განსაზღვროს ქვეყანაში. ეროვნული ბანკით დაწყებული, კერძო ბანკით დამთავრებული ნებისმიერი, რავი, ლომბარდი იყოს. არის გვამინდა, ნახე, თემო, რის გვამინდა უყურე. ბანკი არის რომ დაეხმაროს ბიზნესს და არა გაძარცვოს. და რატომ ამბობ ახლა ამას? ხო, რა თქმა უნდა. აი ბანკი მაგალითად უნდა იყოს რომ ეხმარება სტარტაპებს, ბიზნესს, აძლევს რაღაცა სენს რომელიც არის ადეკვატური და მოგებას და არა მაგალითად შენ გინდა რაღაცა ავტომობილების ნაწილების ბიზნესი. ჩაგიხდა წილში ის. ანუ შენ მოგცემს 25%-ად სენსო წადიდა ეხა 100 ლარზე ზემოდან მიხადე 25% პირობითად და ფულით, კიდე იაფი ფულით, იაფი შენი გადახდილი ფულით ის 5-ჯერ უფრო წინ არის და წავა იმ ბიზნესში ჩაგიждდება. შენებლობა ჩაგიждდეს, შეიძლება დაგხვდეს ის ბიზნესი უკვე იმის გამართული. მაგას ვიძახი, შენებლობა გინდა მაგალითად. აქ ხო ბანკებს ვიცით რომ კონკრეტული ბანკები სამშობლო კომპანიებში არიან. არიან კონკრეტული ბანკები ყვებაში, არიან კონკრეტული ბავშვის ბავშვთა ყვებაში. არ ვიცი კლინიკაში ყველგან არის. ფარმაციაში ყველგან არიან, ხო. ხო და ეს არის რა, ეს ხო ეგ არის. სადაც აიღო ეგ ფული, მიდის ისე ვიქ, ხო. დამატებით პრობლემა ეგ არის რომ ესენი ანუ მონოპოლისტები ხდებიან. შენებლობა ახსენე და სხვათა შორის ძალიან მტკივნეული თემაა ბევრისთვის და სამომავლოდ არიან ისეთი ადამიანები, ვინც რაღაც მოთხოვნის მაგ ხო ისე შენებლობის ამბავი ბუმია ქვეყანაში და ძალიან შემცირებულია ახლა ბინების გაყიდვა და მოთხოვნა გაქირავება ძალიან შემცირდა და ამას თავისი ძალიან მარტივი ახსნა აქვს და აი იქნება რა ვიცი ერთი გადაცემა მაგ თემას თუ მიუძღვნი ძალიან ბევრს აწუხებს ჩემს ირგვლივ ეგ ამბავი ძალიან ბევრს ვინც მაგალითად ბინა იყიდა და უკვე ვეღარ აქირავებს. ანუ მოლოდინი გაჩნდა ეგ სხვათა შორის ბევრ ქვეყანაში იყო ეგეც გავსი პრობლემა, მაგრამ ჩვენ რაც დაგვემართა მოკლედ ყველაზე მარტივი, როდესაც ეკონომიკა არ მუშაობს კარგად, ყველაზე მარტივია თუ ვინმე წავიდა ამერიკაში და ევროპაში და ყველა მიფიქრა მარტივი, ყველაზე მარტივია იყიდო ბინა და გააქირავო. ამან გააჩინა მოთხოვნა გაზარდა და შესაბამისად მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია ბუმი მშენებლობაში და ახლა დადგა პერიოდი, როცა უკვე პირიქით მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. ეს არის უკვე კრიზისი. ეს არის კრიზისი, რომელიც ამას ჩამოანგრევს. პირდაპირ ამ გაქირავებასაც, გაყიდვასაც და ეს ძალიან სერიოზული პრობლემა ამას ეხა შველა ჭირდება ეს 1 წელიწადში და 2 წელიწადში რა შედეგებთან მიგვიყვანს არავინ არ იცის და რა ვიცი ეხა მე ამ თემაზე ჩემის მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო კაი იქნება ერთ გაცემას ამ თემას თუ მივიზნი ბევრ ადამიანს აშუქებს, ძალიან ბევრ ადამიანს. არა, სწორი ხარ და ბევრია მართლა ეგეთი ადამიანი, ემიგრანტები განსაკუთრებით და გუნდროქონებას უყიდულობენ. ერთი კიდე ნახე რა თემას მინდა შევეხო, პროცენტებთან დაკავშირებით ხო, რომ გავდივართ ხო ხო არიან აი ეშმაკის ადვოკატები და აუ ძმაო ეგრე არ არის და რაღაც. აი ჩვენთან რა საპროცენტო განაკვეთიც არის, ხო? მიდიხარ ბანკში კონკრეტულ თანხაზე. რომელი ქვეყნები შეიძლება იყოს ჩვენთან ახლოს, ანუ ნახე, ჩვენთან ახლოს, ჩვენნაირი პროცენტები რომელ ქვეყანაში ჩამოთვლი და მე აი თქვენ თავად განსაჯეთ, რამდენად ადეკვატური და ნორმალურია ამ ქვეყნების გარშემო რო ვარ. და ესეთი ქვეყნები ესე იგი ჩვენი მსგავსი როა რა. ბუტანი, ნიგერია, კენია. აი სამი ქვეყანა მაგალითად პირობითად ჩვენს გარშემო ვინც არის და ჩვენზე უარეს მდგომარეობაში ხოლო და ჩვენზე კიდე უფრო მძიმე ანუ დიდი პროცენტი დიდი ყაჩაღები კიდე უფრო სად არიან პირობითად ხო აქ მოზამბიკი, ზამბია, განა, მალავი ანუ ხო ხვდები რა ქვეყნების გარშემო ვართ რა და როცა ვლაპარაკობთ ევროკავშირზე, როცა ვლაპარაკობთ თავისუფალ ბაზარზე, ასაც შენ ამბობ, ხო? ნორმალურად, დემოკრატიულად განვითარებულ ქვეყნებს, სადაც კონკურენცია, ასევე სტატისტიკაც მაქვს, რა საუკეთესო ქვეყნები, მაგალითად, იაფი ფული, მართლა იაფი ფული. 3%-ად 4%. იაპონია, შვეიცარია, ისრაელი, დანია, შვედეთი, მალტა, ბოსნია. გეცნოთ, ხო, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. ანუ 3%-ში, 4%-ში რომ არის ესხები და არა მაგალითად 15, 17, 18, 20, 25%-ში და ანუ აი ამ ქვეყნები მილიონიან ბაზარზე ვლაპარაკობთ.
პროდუქტი ზედაც ეს ფულიც კაცო ხო ფული არ ჩვეულებრივი პროდუქტია ხო როგორც ავიცი როგორც შეიძლება ისაუბრო პომიდორზე, კიტრზე და კარტოფილზე და ბენზინზე ისე შეგვიძლია ვისაუბროთ ფულზე არის ჩვეულებრივი პროდუქტი მოთხოვნა მიწოდების შედეგად განპირობებული ისა რა ქვია უნიკალური პროდუქტი და აი აგერა მაქვს რა ანუ საკუთარი კაპიტალის 30-40% მოგებაზე რო გადიან ამ მომიბეჭდა ქვეყნები თუ ასეთი? არა 30-40%-ზე რო გადიან სად არის კიდე ეგეთი რა საკუთარი კაპიტალის უკუგება რა და ნახე როგორ ქვეყნებთან ვართ ახლოს რო ანგოლა, ზიმბაბვე, ეგვიპტე, მალავი, ბურუნდი, ხო ანუ ესენი ნახულობენ განა, ყაზახეთი ხო მე ცოტა ახლოს კიდე ლიბერია, მოზამბიკი, პაკისტანი აი რა ხო რატოს და საქართველო აქ შუაში ეგ ნახე შუაში ვართ გამოყოფილი კატასტროფაა და ნახე მე კიდე ერთი დიდი ამ ეშმაკის ადვოკატებისთვის და მე ძალიან იმე ბანკების დამცველებისთვის რა აუ ბანკებზე ხა აგერ მაქვს ერთი კონკრეტული ქვითარი ავიღე რა ერთი კონკრეტული ისაა რა ქვია სესხის შესახებ არის ინფორმაცია და უნდა ეხლა ყველა მიცის კაცო ყველამ ჩახედეთ ეხლა თქვენ სასესხო იმას რა ქვია ხელშეკრულებას ეგ 2023 წელს არის აღებული რა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 25%. ესე იგი ადამიანმა აიღო 17680 ლარი 17680 ლარი 2023 წლის ოქტომბერში ანუ 24 წლის დასაწყისში ფაქტობრივად ხო 2025 წელს უნდა დაამთავროს 3 წელიწადში უნდა გადაიხადოს ჯამში აგერ წერია კლიენტის მიერ გადასახდები თლილი თანხის დოდრომ 26922 ნუ 27000 ლარი 10000 ლარით მეტი უნდა ანუ 55-60% რაც აიღო იმ თანხის უნდა გადაიხადოს ზემოდან აი ხა გამოყენებული ფულის ნახევარზე ამას თუ ქვია ბანკი და პროცენტი რა მე ბოდიშ მე ამას ქვია ყაჭაღობა არა ხო ხურდობა ოღონდ კანონის სახელით და კანონის სახელითაა ძმაო ისე კი არ დაგაყაჩაღა და კი არ შემოგივარდა და იარაღი კი არ დაგადო არა კანონის სახელით გეუბნება რომ აი ძმაო აგერა სხვაგან რა ეგაა პრობლემა სხვა ბანკშიც იგივე პირობები და ხო ეს საქართველოს ბანკია იგივეა ტიპი ყველგან იგივეა ეგაა პრობლემა ზუსტად ტიბისტიში იგივეა ლიბერტიში პენსიონერები ფულის ღირებულებას არ განსაზღვრავს კონკურენცია ფულის ღირებულებას განსაზღვრავს ვიღაცა ტიპები შეთანხმება და ეგაა ეგ პრობლემა მთავარი ო და კი მე სადამდეც მივედით კი ხო და ნახე კიდე ეხა სტატისტიკები ამოვიღე შენი აზრით რამდენი ადამიანი შეიძლება კონდეს საფინანსო ინსტიტუტებში ვალი საქართველოში რაოდენობა თუ პროცენტს არა რამდენი ადამიანი შეიძლება კონდეს ო მილიონობით რა ნახევარ მილიონს არ ვიცი არა გუშინ ვიკითხე და სხვადასხვა ბევრმა თქვა რომ ნახევარი მილიონიო და ძალიან მაგარი კარგი შეხედულება თქვენ ფიქრობთ რომ იდეალური სიტუაცია მილიონიც თქვი კაი, საფინანსო სექტორის ვალი 2024 წლის მონაცემებით აქ 1,994,365 ადამიანს, რა ვისაც 2 მილიონი ყველა სრულწლოვანს ესე იგი, ახლა არასრულწლოვანს ყوار მიცემს ეს. ოღონდ, ნახე, აქ სესხი რო აქ კი არ არის პრობლემა. მე რამდენად გადაფრთხილუნარიანები არიან, ეგენიც ამოვიღე რა. ხალხი რა თანხაზე მუშაობს, თორე შეიძლება ვალი გქონდეს ავიღოს ვალი ეკონომიკაში ეგ შემოსავალი გქონდეს და ხო ვაკეთებ ვისტუმრებდეთ ეხლა მოდი ჩავშალოთ აი 1,994,000 ადამიანს ხო აქ საფინანსო ინსტიტუტებთან ვალი 1,578,000 ადამიანს აქ ბანკში ანუ 1,600,000-მდე ადამიანს წარმოიდგინე ბანკში აქ სესხი ამ მიკროსაფინანსოს ვალი აქვს 761,550 ადამიანს. აქ ერთი და იგივე ადამიანები არის, ხო? გადაფარვა არის, რომ ვიღაცას ბანკშიც აქვს და მიკროსაფინანსოშიც აქვს ვალი. სალიზინგო, სამშენებლო, აი ლიზინგით მანქანა გამოიყვანდა, ეს 20,484 ადამიანს, ოღონდ აქვე არის პატარა სტატისტიკას, რომ უკვე 5,600 ადამიანი ვერ იხდის, ვადაგადა 20,000-დან უკვე 5,000 მივხვდი 20-25% უკვე ვერ იხდის რაღაცა პრობლემა. შენ რაც თქვი, რომ აი რაღაცა გამოიტანა, ააშენა სესხით რაღაცა სახლი, იხდი და გავაქირავ და პრობლემაა. ესეთი არის უკვე 5,000 ადამიანი. და 2,000 ლომბარდი მინდოდა ძალიან რა. მაგრამ ეს ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არის დაფარული მარტო მაგ 2020 წლის მონაცემით დარწმუნებული ვარ ბევრად მეტი. მე აღარდებს 307,000 ადამიანს ქონდა ქონება ლომბარდში. ანუ წარმოგიდგენია მთელი ქვეყანა უძრავი ლომბარდებული ვართ. აი ვაფშე ანუ საერთოდ უბედურებაში ვცხოვრობთ. ანუ ბიზნესი აივანში ვარ ძევლად რა. ყველა დილას გაიღვიძე და უყურებ SMS-ი ქვითარი მოვიდა. ეს შენ სირგლივი ყო. ადამიანები ასეა, ყველა ასეა რა. ჩემ სირგლივი ვარ, შენ სირგლივი ასეა. ყველას ხო ამიცხოვრობს ადამიანი რომ დილას რაღაცა სესხის ის მოუვა ბანკიდან მოუვა რომ შეგახსენებთ ერთ კვირაში გადასახდელი ამდენი მერე ჩამოგაჭრი ამდენს გადააცილებ ერთ დღეს და ჩამოგაჭრი 70 ლარს და არის ძალიან მძიმე სიტუაცია და აი როცა ვლაპარაკობთ რომ აი სესხი ავიღებ სესხი კი არა პრობლემა მე ხა რა ამოვიღე იცი რამდენად
გადამხდელუნარიანი შეიძლება იყოს ადამიანი და შემოსავლების სამსახურის გვერდზე 2023 წლის მონაცემები მაქვს ძირთად რაღაცებს ხურავენ ნენელა რა რაღაცა ინფორმაციას რო იტყვი მე ძალიან დეკლარაციების არ იყოს მალავენ 2023 წლის მონაცემები მაქვს აგერ და შეუძლია ნებისმიერმა გადაამოწმოს რა ესე იგი 160,000 ადამიანი 161,000-მდე ადამიანი 600 ლარამდე ხელფასზე ცხოვრობს. ანუ 100 ლარიდან 600 ლარამდე რო აქვს ხელფასი, ეგეთი არის 160,000 ადამიანი. ანუ 20 ლარი დღეში, 7 ევრო, 7 ევრო. ანუ თვეში 200 ევრო, თვეში 200 ევრო. აი, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მითხარ. ოჯახი ყავს, მეუღლე ყავს, შვილები ყავს. აი, არაფერი უნდა წახვიდე ემიგრაციაში და ეგ ხო 7 ევრო რო გაქვს დღეში. ჩემი ოჯახის და ოჯახს თავი რო დავანებოთ, დედა ყავს ემიგრანტია 20 წელიწადზე მეტია, ჩემს ირგვლივ ქუთაისში თითქმის გამიჭირდება. აი ახლა რომ მითხრა, ნახევარ საჭიროა დამჭირდეს, გავიწენო რომელ ჩემს ახლობელს ან მეგობარს არ აყავს ემიგრაციაში. მამა ან დედა ან და ან ძმა ან შვილი ემიგრაციაში. ვაი, ახლა ესეთი 160,000 ეგეთი ადამიანი, მე კიდე ზემოთ რო ავიდეთ, მაგალითად 1100 ლარამდე ხელფასი, ანუ დღეში 35 ლარად ანუ 12 ევროდ, ბიჭო, დღეში 12 ევროდ. ჯამში ესე იგი, ხო, 300,000-ზე მეტი ადამიანი. ჯამში აი 300,000 ცდება ეს რაოდენობა 100-დან 1000. ხო, ეგეც ხო აქ შემოდის მე ინფლაცია, ფასების და შემოდის, ხო? ხო და აი როგორ უნდა მითხარი, წეგან ბანკებზე ლაპარაკობთ, პროცენტზე ლაპარაკობდით, ამდენი შესაძლებელია და ესეთი ხალხი, გაჭირვებული ხალხი რა, 1000 100 არა, გამოუვალი მდგომარეობა, ჩიხი არის, ეგ ხა უბრალოდ ეკონომიკა, ესეთი რაღაცა მე სიმართლე გითხრა, რაც ამ თემაზე ფიქრი დავიწყე და ზოგადად ხონდა ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც ეროვნულ ბანკშიც უმუშავია და რაღაც წარმოდგენა აქვთ ეკონომიკაზე და უკვე აი 10 წელზე მეტია მესმის, რომ ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩამოიქცევა ეკონომიკა სრულ კოლაფს მივიღებთ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ამას ვერავინ ვერ ამბობს. ადამიანებისთვის არის ეკონომიკური კოლაფსი, კარგი რა. ხო არა, მე გეუბნები სრულ კატასტროფას, აი კუპონიზაციაზე ვლაპარაკობ და რა ხო ხვდები 90-იან წლებში ვლაპარაკობ, როცა 1 მილიონი კუპონი გადატრა. ოღონდ რატო უნდა მივიდეთ მაგას? არ უნდა მივიდეთ, ხო არა, არ უნდა მივიდეთ, რა თქმა უნდა და არ უნდა მივიდეთ, ესაა შესაძლებელი ზუსტად. ხო და მაგას ვამბობ, ეს ყველა ვარიანტი აქამდე მიგვიყვანს. უბრალოდ დრო არა, აქ დრო ცოტა ისეთი ამბავია, რომ ეს 1 წელიწადში იქნება 2-ში, 3-ში, 4-ში თუ 5-ში არის არავინ, თორე ეგ კოლებს ეგ განწირული არის, ეგ ამბავი მარცხისთვის, გამორიცხული ეს ეკონომიკა რო განვითარდეს. ეხლა ნახე და რა მინდა კიდე იცი, კიდე ამ ეშმაკის ადვოკატებისთვის აუცილებლად ნოთქვა რა. აი ჩვენ ხო ვამბობთ, რომ 600 ლარზე მუშაობს 160. 600 ლარზე არა, იქ არის 300. ხო, დაბალი ხელფასებიც. 100 ლარამდეც არის, კაცო, ხალხი 13,000-მდე ადამიანი 100 ლარამდე ხელფასი აქვს და ასე შემდეგ. ან 100, 200, 300 და 600 160,000 კაცი. 1100 ლარი ლაპარაკობთ, რომ აქ ხო 300,000 კაცს რა, ზოგს საერთოდ ხელზე რო იღებს იმათ კიდე რაღაცა კაპიკები. ეხლა წარმოიდგინე, რომ რისკმა მინდა რა, ევროკავშირი რატო გვინდა და სულ რომ ამბობთ, რომ აი ნორმალური ცხოვრება ბოდიში რა, ეხლა არ ვიცი, რატო გვინდა ევროკავშირში, იმიტომ რომ მაგალითად გერმანიაში ესე იგი მინიმალური ხელფასი, საშუალო ხელფასი კი არ ვლაპარაკობ, არა, მინიმალური ხელფასი გერმანიაში არის 2054 ევრო. ეს არის 6,000 ლარი რა. აი გერმანია ზოგი დავეწევით პირობითად ვამბობ, ხო, აი გერმანიას ოდა პოლონეთი. რატო უნდა პოლონეთს უნდა დავეწიოთ კი რა, გასწრებული უნდა ქონდეს. პოლონეთში არის მინიმალური ხელფასი თვეში 977 ევრო, 2,911 ლარი. აი მინიმალური. კვიპროსში არის 1000 ევრო, 2,980 ლარი. აი ახლა ნახე ჩვენ ბალტიისპირეთი პირებთან ლიეტუვა, ესტონეთი, ესე ხო 2,700 ლარი, 2,400 ლარი. მინიმალური ხელფასი. აი თურქეთშიც კი არის 600 ევრო, 1,700 ლარი. თურქეთშიც კი რა. აგერ აი ჩვენ ყურის ზიში. ისეაც უამრავი პრობლემა აქვს ეკონომიკა. წარმოიდგინე რა. ძალიან დიდი პრობლემაა. ხო და აი თურქეთს რა დაემართა? ის შეიძლება ეგ დაემართა ზუსტად რაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეგ იყო თურქეთის პრობლემაც თავის დროზე. ხო, რასაც ეხლა ჩვენთან აკეთებენ. ეხლა რაც ხდება, ეგ თურქეთის პრობლემა იყო თავის დროზე და იყო დიქტატურის და მის პრობლემა ზუსტად დემოკრატიის არარსებობის პრობლემა მიიყვანა ზუსტად აქამდე. იმიტომ რა ვიცი ეხლა სოფლიოს რო შეხედო, ხო, ფულის აწავა ძალიან მარტივი გამოსაცნობია. ყველას ფინანსური რესურსი და ინვესტიცია მიდის დემოკრატიულ გარემოში. არავინ არ ჩადის ეხლა ფულს მაშინ.
სირიაში და საქართველოს ხო ჩვენთანაც ხო შემოიხდა და სანქცირებულია ყველა მინისტრები სასამართლო არა ქვეყანას ყველაფერს თავიდან ან რო შემოვიდა ვაფშე რო არ ქონდეს განაგონი საერთოდ საქართველოს და რო დაგუგლოს პირველს ამოუგდებს სასამართლოს თავმჯდომარე სანქცირებულს და ჩაკეცავს და წავა სომხეთში დამთავრდება ხო არ უნდა ეგ 21 საუკუნეა ეგ აღარა რო ვიღაცამ დარეგოს ტელეფონზე და რა ხდება მანდ იკითხოს ასე ისე ეგ უკვე მოხდა რუსეთიდან გავიდა მილიარდობით დოლარის რამდენი ხანი მაგაზე ლაპარაკობ და იბოდიალა ჩვენს ომის დაწყებიდან 2022 წლიდან დაახლოებით 300 მილიარდამდეა საუბარი რა 300 მილიარდამდე ეკონომიკები კომპანიები გავიდა არაფერი ჩვენთან არ შემოსულა რეალურად 1 მილიარდი არ შემოსულა ხო არა შემოვიდა თვითონ ხალხი და მან ცოტა რო თვითონ იქ აურმა ვინც გამოიქცა და ეს ეკონომიკები სხვადასხვა ჩვენ სირკლივ გადანაწილდა ძალიან აზერბაიჯანში წავიდნენ წარმოიდგინე რუსეთიდან გაიქცა 300 აზერბაიჯანი ურჩევნია საქართველოს ურჩევნიათ როგორ არ ურჩევნია ხა ამ ქვეყანაში რო შემოიხედავ კიდე გეუბნები მაგნიცკის სიაში შინაგან საქმეთა მინისტრი აი რავი აზე უნდა ილაპარაკო მაგნიცკის სიაში არა შინაგან საქმეთა მინისტრი და ფარც პროკურორი უცებ აი რო ქვეყანას შენ თქმის არ იყო გუგლში რო ჩაწერ და პროკურორი იყო კაცი დღეს ისაა რა ქვია რომანოვაო რო თრამაის პუტინის გვერდით იდგება კიდე წარმოიდგინე ფარცხალაძე რა და მგეს ტრამპთან უნდა დაალაგებო ბიზინა რო დანიშნონ ტრამპის ბიზინა ვერ დაალაგებს კოცებთან აქეთ ისე სიტუაციაში არის დაანაჭრლები ტრამპის მაგალითად გეუბნები ხ ბიზინა რო იყოს კოცებთან ბიზინას ვერ დაალაგებდა ხო ეხლა ნახე კიდე რა მინდოდა ბარემ მოდი ერთ კითხვას დაგისვამ რა ხან იმაზე კითხე 9 მილიონს აქვს როგორ ისე როგორ ოპტიმისტური განწყობა ქონდა 9 მილიონ ადამიანს აქვს ვალიო ხო არ მოსაგურული ხო არა ძალიან წარმოიდგინე შე კარგი წარმოდგენს რა ეხლა ნახე აი რო ვლაპარაკოთ ამ ბანკებზე საქართველოს ბანკი ყველაზე მსხვილი არის საქართველოს TBC ხო მე ლიბერტი და მე მოდი საქართველოს და ასე შემდეგ რა ქვემოთ ნახე ყველაზე დიდი მარაზმი ჩემი აზრით რაც კიდე აი ამ იმაში ხდება არის შემდეგი რამე საქართველოს ბანკს ყავს რაღაცა 10 დირექტორი რა 2022 წლის მონაცემები მაქვს რომ 10 დირექტორის აი რა შეიძლება მოდი კაი კითხავ 10 დირექტორს ნიშნავს ვერ გავიგე ზოგადად დირექტორები ყავს რა საქართველოს ბანკს დირექტორიატი რაღაცა საბჭო ყავს დირექტორთა საბჭო ანუ 10 დირექტორი ყავს რა სხვადასხვა სახის 10 დირექტორი ყავს რა ხო რაღაცა აი ერთი დირექტორი რომაული მაზეა ერთი დირექტორის ხელფასი რა შეიძლება იყოს აი საქართველოს ბანკის მოგება რამდენი აქვს ცალკე მითხარი და მოგიანგარიშო აი თვეში რამდენი შეიძლება ადამიანს საქართველოში რა მოდი აუგო ეხლა ნახე ძალიან არ გაიქცე ანუ ადეკვატური თქვა საქართველოში აი უცებ აი ჩვენი რეალობა წარმოიდგინე ჩვენი გაჭირებული ქვეყანა წარმოიდგინე იმ გაჭირებული ქვეყნის ბანკი აიღე და იმ გაჭირებული ქვეყნის ბანკის დირექტორი, ნუ კაი, ნორმალურად ხო რა თქმა უნდა, სხვებზე უკეთ ხო. ჩემი აზრით რამდენი უნდა კონდეს? ხო, ჯერ შენი აზრით ხარ რამდენი შეიძლება კონდეს. აი მაქსიმუმ რამდენი შეიძლება კონდეს. ჩემი აზრით არა, მე შეიძლება ვიცოდე რამდენი აქ და მაგრამ ჩემი აზრით რაღაცა რა ვიცი 10000 ლარი 10000 ლარი. გააჩნია ეხლა ხო, რო კონდეს ისეთ ხელფასია ნორმალური ჩემი აზრით ამ თანამდებობისთვის. აი შემოდი ორჯერ თუ გინდა 20000 ვთქვათ. ხო. აი ვთქვათ 20000 ლარი თვეში. ხო, რო დირექტორია და რაღაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს და მართავს კომპანიას. რამდენია კიცი? 50 100. მაინც რა აი როგორი მიდი ხო რამე შენ ამ 50 100 ესეც ალბათ გაკაჭა ეს თქვი ხო 100 ეს ბიჭო ო ეს 409 444,729 ლარი ნახეთ საქართველოს ბანკის დირექტორის ანაზღაურება 2022 წელს იყო თვეში 10 ეს კი 10 აგერ კაცო 10 დირექტორის შენახვა 53,367,562 ლარი დაუჯდა თვეში წელიწადში 53 მილიონი წელიწადში და გამოდის თვეში ერთი კაცი 5,336,000 ხო არა ერთი ხო მე ჩამოვედი თვეზე ერთი დირექტორი 444,729 ლარი ანუ წარმოგიდგენია რა მარაზმია რომ ნახევარი მილიონი ლარი აქვს თვეში საქართველოს ბანკის დირექტორი რომელიც წეწავს პირდაპირ მნიშვნელობით წეწავს აყაჩაღებს საქართველოს იგივეა TBC-ში კაცო რა გონია იმასთან ნაკლები კი არის იგივეა და იგი 13 პირდაპირ მეტყველებს ეს იმ ციფრებზე იმ მოგებაზე რომ არალოგიკურია ის მოგება შესაბამისად ესეც ხო რა სიგიჟე წარმოგიდგენთ რა რეალობაზე ვლაპარაკობდი რომ 1000 ლარზე ხარ ასეთი ხელფასი არ ექნება სოფლიოში ყველაზე დიდი შეიძლება ფედერალური რეზერვების შეფს არ კონდეს ო 9 მილიონი რას ლაპარაკობ არ ვიცი ეს დოლარს უბეჭდავენ იმ ტიპებს არ ექნება თქო 444,000 ლარი
ანუ მივხვდი ხო რისი თქმა მინდა. ანუ რა სისტემაში ხო ბიძინამ რა სისტემა აწყო. რომ მის გარშემო კიდე გეუბნები თან მე ილტმიან პოლიტიკისკენ, მე თან უნდათ რომ თუ ბიძინა და ქართულ და ლიბერტი არ იქნება, მაშინ საქართველოს იყოს, ან პირობითად სხვა TBC ბანკმა იყოს. ბიჭო, არ გონია ეს ნორმალური რა. განა ვინმეს ვერჩი, მაგრამ არ არის სწორი დამოკიდებულება, არ არის სწორი მიდრომა. დანაშაულია. მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვა კიდე, აი მინდა მიმართო მაგალითად საქართველოს ბანკის თანამშრომლებს, კეთილსინდისიერ თანამშრომლები რო ხართ, დილას რომ მიღვიძებთ ადრე საღამოს რომ გვიან მოდიხართ სახლში და დაღლილები ხართ და მთელი დღე ამხელა პასუხისმგებლობა რო გაქვთ, ამხელა თანხებთან გაქვთ ურთიერთობა. თქვენ წარმოგიდგენია, თქვენი ხელმძღვანელები თვეში 444,000 ლარს გამოიმუშავებენ და თქვენ გამუშავებენ 1000, 1200, 1500 ლარს და რიგ შემთხვევაში შეიძლება 800 ლარის წოდებს ხელფასს. წარმოგიდგენიათ მარაზმის დონე თქვენი დირექტორი, რომელიც არ ვიცი, ფეხი ფეხზეა გადადებული და მარტო დავალებების გაცემა იცის და რიგ შემთხვევაში დიდ ესე დარწმუნებული ვარ რაღაცა კონკრეტულ რუტინულ საქმიანობაშიც კი ვერ ერკვევა, მას აქვს 444,000 ლარი ხელფასი, თქვენ გამუშავებენ 1000-1200 ლარს. მე ამ ადამიანებს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და იგივე მონური, ეხა ის ეგეთი საქართველოს ბანკის ლობირებით რო ვიღაცა ხელისუფლებაში მოვა, ისევე ანუ მაგის დამოკიდებულება როგორია რომ დირექტორებს, შეფებს უნდა კონდეთ 9 მილიონი და თქვენ გექნებათ 1000 ლარი ძმაო. ანუ რატომ და ყველაფერს დავიდანები ამ მოცემულობას არ შეცვლიან კაცო ისე 3 მილიარდი 9 მოგება რო ნახე. ბიჭო თანამშრომელს ნორმალური ხელფასი მაინც მიეცი რა. ნორმალური ღირსეული თანამშრომელი რო ყავს და გემსახურება. მორალისტა იმის ამბავია. აი მილიარდი 9 მოგება ნახე წმინდა მოგება და წადით და კითხეთ ბანკის თანამშრომელს რამდენი აქვს ხელფასი. გინდა საქართველოს ბანკში, გინდა TBC-ში და ლიბერტი ბანკში რა მეგობრებო 600 ლარზე მუშაობ. ამ ხელფასას არ ავიღებდი არა ვარ მასეთი უნდა მართლა ეგეთი უნამუსები რომ მომცე არ გამოვა მინიმუმ 10-ია იმაში რა ქვია მინიმუმ 10-ია საქართველოს ბანკში. კაი იმაზე ვთქვათ კაცო 6 დირექტორი ყავს 2022 წლის მონაცემებს ვამბობ რა 6 დირექტორი ყავს იმას რა ქვია TBC-ს რა 19,801,000 ლარი დაუჯდა წლიდან წლამდე ესე იგი ერთი დირექტორის ანაზღაურება წელიწადში იყო 3,300,000 თვეში 275,000 ლარი ამას არ ქონიათ კარგად საქმე ხო ანუ ხტები ხო აი კატასტროფა. ანუ ეს ტიპები მოდიან ჩვენ ჯიბეში ხელს ყოფენ. ან დიდი პრობლემა. აბა რა არის? ეგ არის, რა გითხრა, ეკონომიკა არ ქვია მას ეკონომიკაც. ანუ ამა ესენი არ არიან ბანკები, ამის თქმა უნდა. არა, ესენი არიან ყაჩაღები და ქურდები. არა, ხო, არ მუშაობს ეგრე. გამორიცხულია. ბანკი კი არა, სხვა რაღაც არ უნდა იყოს. ეგ არის დანაშაული, როდესაც ხელისუფლებასთან ერთად ხელს უშლით თავისუფალ კონკურენციას ბაზარს კეტავდა. აუ ფარმაციაზე ამ თემაზე ნებისმიერ თემაზე იგივე შეგვიძლია. ფარმაციაზე აუცილებლად ქონდეს. ხო, აბა რა უეჭველი უნდა გააკეთო. კი და არიან მაგის ტიპები ვით ხაც მაღლა ლაპარაკობს და ეს ძალიან გამოადგებათ ეს აქვე საშუალება შენი აუდიტორიისთვის თუ გააგებიებენ. კი, ყოველ მიზეზს გარშემო. ნახავ მაგნაირ ადამიანს Facebook-ზე ძალიან ისეთი რომ ფარმაციაში იგივე სიტუაცია ჩაკეტილია ბაზარი და წამალი თურქეთშიც და იმაში ყველგან ხო გქონდა შენს ორი ფეხის ნაბიჯზე გადახვალ და ხუჯერი იაფია კაცო საგიჟეთი ხდება. რეალურად მაგას ვამბობ, ანუ ფასი საბაზრო ფასი იქ თუ იაფიღის რას ნიშნავს? ხო ის წამალი ღირს რეალურად საბაზრო ფასი არის რაღაცა თქვა ლარი, იქ ლარია. აქ რო 10 ღირს, ესე იგი 10 ლარი საიდან მოდის? იმიტომ რომ დაკეტილი არის ბაზარი და ვიღაცა 5 ტიპი დაждდა და თქვა არა, მოდი ეს გავყიდოთ 10 ლარად. და შენ ვეღარ წახვალ სხვაგან და ვერ ნახავ ლარად რო იყიდო რა. 1000%-იანი ხარ. მოკლედ იქამდე მივედით რომ ეს საბანკო ოლიგარქიის მიმართულებით რა და კიდე არგუმენტი რომ ძმაო წინა დროსაც ეგრე იყო ბიჭო 2012 წელს ბანკების წმინდა მოგება იყო 134 მილიონი ლარი 25 ჯერ გაიზარდა ეგეთი სიგიჟე არგუმენტად არსად არ დაწერა გეხოცებით რა აი იმის დროს არსად არ დაწეროთ ეგეთ სიგიჟე ოფიციალური მონაცემია რომ წმინდა მოგება იყო 134 მილიონი ლარი ეხლა არის 3 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეგვარდნაის დროს საერთოდ ბანკი არ იყო და მაშინ იქ წავიდეთ და იმ თემაზე ვილაპარაკოთ. ხო და კიდე ხო მოკლედ თურნავაზე კიდე მინდოდეს თურნავა ეროვნული ბანკის მაფიის თავშია და ყველაფერი აი ამ პოლიტიკას აქ რეფინანსირების განაკვეთი შემოდის. ნუ ეროვნული ბანკი ახლა მესმის კაცო. თურნავას გარეშე არ ლაგდება და ბიზინა თურნავა ჩხარტიშვილი ჩართულია. ეროვნული ბანკი არის ზუსტად ის ხელისუფლებიდან ის რგოლი, რომელიც ამ თემებს კრონიკ კაპიტალიზმის როცა იქნება, ეროვნული ბანკი მუშაობს ეგ რეალურად ფინანსურ სექტორში. და ნახე რა თუ ჯანდაცვის სამინისტრო ალაგებს ფარმაციაში ბანკები და ფინანსური სისტემა ეროვნულ ბანკთან ლაგდება. კი, ხო და მაგარ რაღაცას გეტყვი ხა ახალი ამბავი რო გამოაგდეს, რომ ისო მასტერკარდიო და ეს უნდა ჩავანაცვლოთ რა. ხო, ვითომ აი ისო ბაზარზე უფრო იაფი იქნება. ხო და ნახე რა ეგ ხო იცი რატო თქვეს რა და საერთოდ რატო არის ეგ ამბავი რა.
სანქცირებული ხო უკვე ბევრი არიან, გუშინ მურუსუძემაც ხო თქვა, რომ აი მე ინდივიდუალური მიდან გამოდიან. დაბლოკილი მაქვს რა. ეხლა ნახე, ბიძინას სანქციები აქ 200-მდე ადამიანს მაღალი თანამდებობის პირ სანქციები აქვს, სირაძეები და რაღაცა კუპატაძეები უკვე ბრიტანული სანქციებიც ახლოს არის. სასა ბიძინა. ხო არის ვიღაცას ისაკრაზე. გომელაურ მაგნესკისიაში უბედურებები ჭირთ. ანუ ამათ რა გადაწყვიტეს? ეხლა მასტერკარდები ისინი გაუუქმდებათ, ავტომატურად, ხო. TBC ძალიანაც რომ უნდადეს TBC საკუთრებად ვერ გაუხსნეს, იმიტომ რომ პრობლემა ექნება და ჩამოეშლება თვაში. გიორგი კებულაძე საუბრობს მაგაზე ძალიან ეგ შეუძლებელია, ესენიც მიუხედავად იმის რომ უნდადეს ახლა გილაურს ან TBC ვერ იზამს ვერაფერს. რუხაძეს რომ ვერ იზამს რა. ამიტომ ამათ რა თავის პირთაც რუსეთში რაღაცა მირი რო გააკეთეს ბარად ხო იცი რაღაცა ეგეც გააკეთებენ საქართველოში ეგეთ რა გაკეთებული აქვს მე მაგ ინფორმაცია რო გაკეთებული აქვს ზადა ხელი აწყობილი აქვს რომ შიგნით ესე იგი ლარის მოძრაობა სახელმწიფო ბარათები გადაიყვანონ ამ რაღაცა საკუთარ უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი კი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი და შავი ფული რაც აქვს და მოპარული ბიძინას ეხა კარტები რო არ ექნება მასტერკარდით რო ვერ ისარგებლოს ეს კონდეს ლარი რა ანუ და ბარათზე ექნება და საქართველოს მის გარემოცვასაც კაცო კი ახლა გომელაურს ხელფასი ხო უნდა ჩაურიცხონ კაცო ხარება რო ყავთ იქ და დასანქცირებული მაგნისკისიაში ხელფასი ხო უნდა ჩაურიცხონ და შემოუვებთ რაღაცა შიდა მოხმარების ეს არის კატასტროფა ეკონომიკის დაანგრევს ორად გაიყო აზრი და ესო პირიქითო ანუ უფრო გაიაფთებაო ანუ მე ძალიან ბევრ ფულს უხდითო მასტერკარდსო და ეურო იმასო და ანუ ესო შემოვა კონკურენცია ამაში მოუნდათ ეხა კონკურენცია თუმცა სხვაგან ყველგან თავისთვის იყვებენ კაცო ბაზარი იმაშობოდეს არეგულირებდეს ყველაფერს ყველგან კრონი კაპიტალიზმი და ყველგანისა აქვს რა ქვია ჩაწყობილი ყველაფერი და აქ მოუნდათ ეხა მარტო ამ ეს თუ მოგვარდა ეხა გიყვები რისთვისაც იმიტომ რომ თვითონ სანქცირებულები არიან ფული ატრიალები ბიზნესია ხო თვითონ თურნავას ამ მიმართულებით მაგან გააკეთა თქო მაგან რა თურნავა ინტერესებიც აქვს და რაც შენი საუბრე ეს სქემა აწყობილია უკვე ეს სქემა არის მზად ეს შავი ფული ამოძრაონ და აგერ თურნავა იქნება ამის თანამონაწილე რაც მე დამატებით საქართველოს ეკონომიკას აუცილებლად დაარტყავს მათ შორის სანდოობის მიმართულებით ეხლა წარმოვიდგინე რა დასავლეთი გიყურებს და ყველა სანქცირებულია და ამათმა მოიგონეს ჭყალებში შიგნით ატრიალონ სადა აქვს საქართველოს იმხელა რესურსები რომ ამ ხელა ზეწოლას ეკონომიკურ ზეწოლას გაუწყოს რა მაგრამ ბიძინა რიგითი ადამიანს პრობლემა შეექმნება ამაზე არ დარდობს თავარია მას არ გონდეს პრობლემა და მის გარემოცვასა და ეს ეხლა რასაც აკეთებენ არის ფაქტობრივად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული ასე ვთქვათ პროვოკაციული მოქმედებები რომელიც აი სახელმწიფოს ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება და აზიანებს ხო და უნდა ესმოდეს თურნავას ეს აუცილებლად უნდა მინდოდა რომ ამ გადაცემაში მეთქვა მე მგონი რა ვიცი ასე თუ ისე რაღაცები მოიხილეთ პროცენტებზეც ვისაუბრეთ ო აუ ეხლა რამე ხო არ გაქვს სათქმელი ხო არ დაგჭა კიდე რამე არა განსაკუთრებული ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი რა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ზოგადად და თავარია რომ საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმოდეს ეხლა ძალიან მარტივად და ახლა ჩვენ მას პროფესიული ენაზეც არ გვისაუბრია პირდაპირ ციფრები მშრალი ციფრები ელემენტარული მათემატიკის ცოდნა უნდა და ელემენტარული არ უნდა შეხედოს საზოგადოებამ ამ თემას როგორც რაღაცა მეცნიერულ დონეზე რაღაცა ვიღაცაზე მეტი იცის არაფერი ამაში განსაკუთრებული არაა და ჩვენი და შენი თავარი ფუნქციაც ეგაა რომ მარტივ ენაზე ადამიანებს აუხსნათ რასთან აქვს საქმე და რატო არის ესეთი რა ვიცი რა ჯანსაღია რა დავარქვა ამას რაღაცა ვერაფერსაც ვერ დავარქვა ეს მდგომარეობა იმ მდგომარეობაშიც რატომა ეკონომიკა და ეს ადამიანები ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა და ყველა გაიგებს ამას არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და არაფერი ჩვენ განსაკუთრებული უნარები არ აქვს რომ ამაზე ვსაუბრობთ არაფერი ამაზე უბრალოდ დრო უნდა ცოტა ფიქრი უნდა და მიხვდები რასთან გაქვს საქმე სწორია და ევროკავშირის ქვეყანას დავამთავრებ ახლა მე შევაჯამებ ხო ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ესეთი რაც ხდება საქართველოში არსად ვერ მოხდება ფიზიკურად ხო ამიტომ ბიზნეს რა არ უნდა ევროკავშირი იმიტომ რომ სანქცირებულ ტვირთებში ვერ იშოვის მილიარდებს სანქცირებულ ოქროს ვერ ატარებს ვერ იშოვის მილიარდებს მე იქ რაღაცა საყდრის რო აფეთქა და გადაჩიჩქნა იქაურობა იქ ევროპული სტანდარტების მიხედვით ამას ამ ქვეყანაში ვეღარ იზამს იგივე საბანკო ოლიგარქია რომ აქვს აწყობილი და 3 მილიარდ 100 მილიონის მოგება წმინდა მოგებას აი 8 მილიონს რო დღეში ნახულობს ბანკი ამას ვეღარ გააკეთეს კონკურენციის პირობებში სხვა ბანკები შემოვლენ 15 და 25 კი არ იქნება მე იქნება 12 10 9 8 პირობითა და ეს არ აწყობს მო ბიზნესი სანამ გაუშვებს ეკონომიკა და სანამ ექნება ინტერესი შემოვა ინვესტორის ეხლა ხო გავიგე ჩვენთან არ შემოვა იმდენი ინვესტორი როგორც 100 მილიონიან ქვეყანაში შემოვა იმდენი რამდენიც 4 მილიონიან ბაზარზე შემოვა მაგრამ ჩვენ ჩათვალე ამ 4 მილიონის რესურსის რა ვიცი 100,000 კაცი ცხოვრობ თითქოს ისეთ ციფრები თქვი ხა შენ ჩათვალე 100,000 კაცი რო ცხოვრობდეს საქართველოში ისეთი ციფრები არის რა ზუსტად აბრეშუმის გზა რო გვაქვს ახლა ჩვენ ხო ეს გზა და ასე ვთქვათ ეს
შინაარსმა უნდა უზრუნველყოს, რომ 3 მილიონი ამ ბაზარი კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ რეგიონის ჰაბი. ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ბევრად მეტი ამბიცია უნდა გქონდეს, ვიდრე კენია და ის არის რა. ხო და რატო ეშვება ამერიკაში თუ გინდა დასავლეთში ევროკავშირის ქვეყნები, რავი, ახლა მის ყველაზე კაი წამალი არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების განაწილების პრინციპი და პოლიტიკური მდგენელის მაქსიმალურად მოცილება, თორე ახლა ევროკავშირში რა ნებისმიერს უნდა ესე გააკეთოს, მაგრამ ვერ აკეთებს ფიზიკურად, იმიტომ რომ მუშაობს სახელმწიფო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ადგილი აქვს და უფროსი არ აყავს, სასამართლო ინსტიტუტებს თავისი ადგილი აქვს და არეჟინიათ მურუსიძის და ასე შემდეგ და ეხლა შენ რო ევროკავშირში ჩახვიდე და რომელიმე ქვეყანაში სახელმწიფო მოარი გითხრას ინვესტიციის დაბანდებაზე, მიყვალ სასამართლოში და მოუგებ. და მაინც გააკეთებ შენ და რა ვიცი, ხო ხტები რომ თეისთან ჩამოხვედი ხო? ხო. ავტომობილით. კი. საწოლში რა გადაიხადა? გაზზე მყავს მანქანა. 50 ლარის გაზი ჩამოდივარ და იქითაც გორამდე მყოფნის. კარგი. ბანკის სიხი გააქვს? კი. რამდენი? რამდენი სიხი? კაი, ესე გითხეთ თვეში რამდენი სიხი საშუალო? $220. $220 სიხი თვეში აუცილებლად გადაიხადა. კომუნალურებს რამდენი სიხი? 500 ლარამდე. ბავშვი სკოლაში ბაღში? ბაღში არიან და 600 ლარი. ორივე. ხო, აღარ გავაგზელებ, იმიტომ რომ ამის ნახევარ შემოსავალი არ გაქვს დარწმუნებული ვარ და სიგარეტს არ ვეცი. დავანებე. წარმოგიდგენი, ანუ მივხვდი ხო? განა გაზზე. ხო, ეხლა წარმოვიდი რომ 500 ლარი ბანკში უნდა შევიტანო დაახლოებით. და როგორ დამთავრდა გადაცემა ეს? არაფერი, ძმა გაგულახეზო. ხო, წარმოგიდგენი, არა თემო რა. 500 ლარი ბანკში უნდა გადავიხადო, 500 ლარი კომუნალური უნდა გადავიხადო, 600 ლარი ბაღში უნდა გადავიხადო, 1600 ლარი. ხო, რა ვიცი, ჭამა გინდა, კიდე ბავშვებს ჩაცმა უნდა. და რა ვიცი, აბა რა შემოსავალი და ეს არის ადამიანების ყოველდღიურობა და ამ თემების ნაცვლად ეხლა ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ საბანკო ოლიგარქია ამ თემის გამოსწორების გარდა ყველაფერზე მიდის დისკუსია და მთავრობა ყველაფერზე ლაპარაკობს ამ თემის გარდა. ანუ ეხლა ნაცვლად იმისა რომ აი ამ თემებით იყოს ყველა საეთერო ბადე რომ აბა სესხი როგორ დავაკლოთ, აბა ადამიანს როგორ დავეხმაროთ, აბა ხელფასი რამდენია, ეგ არის პირველი გასაკეთებელი რომ ადამიანები თავარია ეს დისკუსია არ იყოს. და მთელი დღე იქნება მაგალითად დისკუსია რაღაცა ვიღაცა ჩვენ როგორ გვესხი დაგვიჭირეს, გაგვასამართლოს. ეს მარტო მე ხო არ მაწყობს, გასო ქოცის ხო ქოცი. ყველა დილას რო იღვიძებს. ყველა ადამიანს ზუსტად არჩევნების, ანუ თუ ეს აზრი ექნა ამ ქვეყანაში საერთოდ ამორჩეველთან ლაპარაკს, ეგ არის ამოსავალი წერტილი რა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ქოცი არა ის რა ქვია სამეცნიერო ტერმინი და ქოცად არიბადებიან, კაცო. არის გასაგებია ქოცია ის ადამიანი შეიძლება აღარ შეიცვალოს აზრი, მაგრამ არიან ადამიანები ვინაც იმიტომ არ მოგცა ხმა, ჩვენ არ მოგცა ხმა და ხო მისა ქოცებს მისა, იმიტომ რომ შენ არ მოწონხარ და ჩვენ რატო არ მოვწონვართ ზუსტად ამაზე რომ ისეთი ხალხი ლაპარაკობს ვინცთან ამას აკეთებს ის ადამიანი ყოველთვის ცდილობს რომ თავი არ ჩათვალოს შტერად და არ ჩაგათვლევიო შტერად და დებილად და ჯინაზე შენ ჯინაზე მიცემს იმას ყოველთვის. მოკლედ სანამ დაგებშვიდო მე არ მინდა რომ გული დაგწოს, მეც მაქვს სესხი და მეც ვიხდი ბანკში და რაღაცა კონკრეტული ხარჯები ჩვენც გვაქვს, ლენესაც აქვს ეს წეგანყვირო და ვიტოსაც აქვს ეს. ყველას ყველას აქვს ეს. შეჯიბრი არის ბოლო. ანუ ხდები ხო ყოველდღიური პრობლემა არის ეს, ოღონდ დისკუსიები არის სხვაგან. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი აბრეშუმის გზა, აქ მოისმენთ ისეთ დისკუსიებს, რომელიც არის თქვენი ყოველდღიურობა. გააქტიურეთ ზარის ხილაკი, ყველა ინფორმაცია მოგივათ, ამ თემებთან დაკავშირებით დაწერეთ თქვენი პოზიცია კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის და კეთილი მგზავრობა უსურვოთ თემურს გორამდე და მე გორში გასრო გაავსებს ქუთაისამდე. დიდი მადლობა. მადლობა მოსვლით. აბა კარგად. გადაცემას წარმატებები.